ზეციერო მამაო, ყოველგვარი ჭეშმარიტი სიყვარულისა და მადლის წყარო. მოვდივარ შენს ტახტთან, გულში შენი ძლიერი სიტყვა მიჭირავს, რომელიც რომაელთა მიმართ ეპისტოლეშია ჩაწერილი. სიყვარული არავნებს მოყვას, ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულება რომაელთა 13:10. რა ღრმა, ნათელი და მარტივი მითითებაა. შენ გვიმხელ შენი რჯულის უდიდეს საიდუმლოს, ის ერთ რამემდე დაიყვანება გულწრფელ, აქტიურ სიყვარულამდე, რომელიც შეგნებულად უარს ამბობს ზიანზე. მადლობას გიხდი ამ ჭეშმარიტებისთვის, რადგან ის აშორებს სიმართლის ცრუ წარმოდგენების ნიღბებს და პირდაპირ მიუთითებს სხვებთან ჩვენი ურთიერთობების არსზე. დამეხმარე დღეს გავიგო ამ ცნების სიღრმე და ვილოცო, რომ ის რეალობად იქცეს ჩემს ცხოვრებაში, ჩემს ყოველდღიურ წესად და ჩემი ყველა ქმედების საზომად. და ეს ჩემი ცხოვრება ამ პრინციპზე იყოს დაფუძნებული, ხოლო სიკეთე მოუტანო ჩემს მოყვას. უფალო ვაღიარებ ჩემს ნაკლოვანებებს. რამდენჯერ დამირღვევია ეს კანონი, აშკარა ბოროტების ჩადენის გარეშეც კი. მაპატიე იმ მომენტებისთვის, როდესაც ჩემი სიტყვები მკვეთრი იყო, ჩემი ტონი მკაცრი, ხოლო ჩემი დუმილი ცივი და განსჯის მსგავსი. მაპატიე უმოქმედობით ზიანის მიყენებისთვის, როდესაც შემეძლო დახმარება, მაგრამ გვერდი ავუარე. როდესაც შემეძლო წახალისება, მაგრამ კრიტიკა ავირჩიე. როდესაც შემეძლო წყალობა გამომეჩინა, მაგრამ სამართლიანობა ავირჩიე. მე ვაღიარებ, რომ მოყვასისთვის მიყენებული ზიანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ აშკარა დარტყმა, არამედ გულში მშვიდი, შხამიანი განკითხვა, მათი წარმატების შური ან მათი დაცემით ტრაბახი. ესეც ზიანია და ეს არ არის სიყვარული. განწმინდა ყოველგვარი ფარული ეგოიზმისგან, სიამაყისა და თვითმართლებისგან, რომლებიც ხელს მიშლიან სხვაში შენი ძვირფასი ქმნილების დანახვაში. გთხოვ შენს მადლს, გულწრფელად მოვინანიო ყოველი შემთხვევისთვის, როცა ვერ შევასრულე სიყვარულის კანონი. მომეცი გული, რომელსაც შეუძლია თანაგრძნობა და თვალები, რომლებიც ხედავენ ტკივილს და არა მხოლოდ შეცდომებს. მამაო, ლოცულობ შენი სულის ძალაზე, რომ ყოველდღიურად და განზრახვი ცხოვრო პრინციპით, სიყვარული არავნებს მოყვასს. დაიწყე ჩემი ფიქრებით, დაიცავი ჩემი გონება განსჯისგან, ჭორებისგან, ბოროტი ვარაუდებისგან და სხვა ადამიანის ნებისმიერი ნეგატიური განსჯისგან. თუ არ შემიძლია სიყვარულით ვიფიქრო ჩემს მოყვასზე, დამეხმარე ჩუმად ვიყო და ვილოცო მისთვის, გონებრივად განსჯის ნაცვლად. დაიცავე ჩემი ენა, და აი ჩემი სიტყვები იყოს კურთხევის, აღმშენებლობისა და წყალობის სიტყვები და არა განადგურების ან ტკივილის სიტყვები. და აი ჩუმად ვიყო, ვიდრე ვთქვა ისეთი რამ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ან შეურაცხყოს შენი სახელი. შემავსე ხელები წყალობის საქმეებით, და აი ჩემი სიყვარული იყოს აქტიური, ეძებოს შესაძლებლობები მსახურების, თვირთის შემსუბუქების და მშვიდობის მოსატანად. მომაშორე ჩემი გულიდან შურისძიების, ბოროტებით საპასუხო ან იმ ადამიანის უბედურებით სიხარულის ყოველგვარი სურვილი, ვინც ტკივილი მომაყენა. მასწავლე, უფალო, მიყვარდეს ისე, როგორც შენ გიყვარს, უპირობოდ, მოწყალედ და მტკიცე განზრახვით, რომ მხოლოდ სიკეთე და კონსტრუქციულობა მოიტანო. და აი ჩემი ყოფნა ყოველთვის მშვიდობის ნიშანი იყოს. გთხოვ შენს კურთხევას და ხელმძღვანელობას, რათა ეს ნამდვილი სიყვარული გამოვავლინო ჩემს ყველაზე რთულ ურთიერთობებში. ლოცულობ ჩემი მოყვასისთვის, ვისთანაც ურთიერთობა მიჭირს, კოლეგისთვის, რომელიც შესაძლოა შურდეს, ან უხეშად მელაპარაკოს ოჯახის წევრისთვის, რომელიც ჩემს მოთმინებას გამოცდის. დამეხმარე, არ შევხედო მათ ქმედებებს, არამედ დავინახო მათი საჭიროებები, მათი ტკივილი და მათი ღირებულება შენს თვალში. და ეს ჩემი პასუხი მათ ნაკლოვანებებზე არ იყოს მავნე რეაქცია, არამედ შენი მადლის გამოხატულება, რომელიც განკურნავს. მომეცი გამბედაობა, რომ თავი ავარიდო ჭორების გავრცელებას ან ბოროტი სიტყვების მხარდაჭერას. და ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ჩემს თანდასწრებით, იმის ცოდნით, რომ მე არ დაუშავებ მათ სიტყვით, საქმით ან დამოკიდებულებით. გთხოვ ძალას, რომ მომთმენი ვიყო სხვების სისუსტეების მიმართ და ყოველთვის მზად ვიყო პატიებისთვის. მაგციერ ჯულის აღმსრულებლად ყველაფრისთვის, რასაც შენ მიგზავნი, რათა ჩემი სიყვარულის დანახვით, მათ დაინახვან შენი და განდიდონ შენ. მამაო, კიდევ ერთხელ ვეჭიდები შენს ჭეშმარიტებას, სიყვარული არავნებს მოყვას, ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა. ეს არ არის ტვირთი, არამედ დიდი განთავისუფლება. ეს ნიშნავს, რომ თუ მიყვარს, ვასრულებ ყველაფერს, რასაც შენ ჩემგან ელოდები. შენ სულს ვთხოვ, რომ შიგნიდან გარდამქმნას, რათა სიყვარული ჩემს ბუნებრივ მდგომარეობად, ჩემს ინსტინქტურ რეაქციად იქცეს. და აი ჩემი ცხოვრება იყოს შენი სიყვარულის ცოცხალი დასტური, რათა არავინ, ვინც შემხვდება, არ დარჩეს დაშავებული ან დამცირებული, არამედ იგრძნოს სითბო, მხარდაჭერა და წყალობა. გამაძლიერე, რომ დღეს და ყოველდღე ვიცხოვრო ამ პრინციპით, იმის ცოდნით, რომ ეს არის შენი მცნების სისავსე. გთავაზობ ჩემს გულს და გთხოვ, რომ ყოველდღიურად ავსო შენი სიყვარულით, ჩემი მეშვეობით გადმოვარო ის შენს გარშემო არსებულ სამყაროზე.
გმადლობ, რომ მასწავლი სიყვარულს და მაძლევ ძალას შევასრულო შენი კანონი იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელშიც ასეთი სიყვარულის სრულყოფილი მაგალითი გვაქვს. იესოს სახელით. ამინ.